გამარჯობათ, მეგობრებო. მოგესალმებით ყველას. გისურვებთ ბედნიერ საღამოს და ყველას გილოცავთ ძველი ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერ და გახარებულ ბარაქიან ყოველივე კარგი სუნტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და რა ვიცი, რაც კი შეიძლება კარგი, უსურვო ადამიანს გისურვებთ ყოველივე კარგს. გაშლა მინდა ესეთი გავაკეთო დღეს, როგორი იქნება 2025 წელი. ამისთვის ავიღებ კლასიკურ ტაროს და ნახოთ სამ ვარიანტზე იქნება გაშლა. როგორი იქნება 2025 წელი. ჩვეულებრივი კლასიკური ტაროთი. იქნება გაშლა. ყოველთვის დაღლილი შემოვდივარ თქვენთან და მაგიტომაც დაღლილი ხმა და შუაღამის 4 საათია თუ არ ვწდები. თენდება თითქმის. ამ დრომდე ვერ ვიცი ხოლმე სამწუხაროდ. პირადი გაშლებისთვის ყველა მიცით ჩემი ნომერი, მაგრამ შეგახსენებთ მაინც რიტუალებისთვის, დიაგნოსტიკა, ასევე პირადი ინფორმაცია ყველაფერზე 57795555533. WhatsApp და Viber. 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. გაშლას ვაკეთებთ სამ ვარიანტზე. როგორი იქნება 2025 წელი ჩვენთვის. რა სიახლეები გველოდება, რა ცუდი წავა, რა კარგი მოვა. ამ სამივე გაშლას დავადებ. მოდი პირველი იყოს ავანტიურინის ქვა. პირველი ვარიანტი. მეორე იყოს მთვარის ქვა. მესამე იყოს ვეფხვის თვალი. ვეფხვის თვალი. ესეთი ლამაზი ჩანს იმედია. მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ გოგოებო, ბიჭებო. პირველი ავანტიურინი, მეორე მთვარის ქვა, მესამე ვეფხვის თვალი. რა გველოდება 2025 წელს. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ავანტიურინი, როგორი იქნება 2025 წელი თქვენთვის. საკმაოდ თითქოს არასასიამოვნო ამბებით დაიწყო. არ ვიცი რა მოხდა, რაღაც განხეთქილება მოხდა. ისე არ მოხდა, როგორც თქვენ გინდოდათ, ისე არ დაიწყო ეს წელი უпростоრად. ენადამება ისეთი დაღლილი ვარ. სამიანი. მაგრამ ელოდებით, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და სავარაუდოდ იცვლება კიდევაც. ეს ყველაფერი თითქოს არასასიამოვნოდ დაიწყო, მაგრამ კარგად უნდა აეწყოს ყველაფერი ისე, როგორც თქვენ არ ელოდებით. მოულოდნელი, სასიხარულო ამბები გელოდებათ, ნერვიულობა,
ვიღაც პიროვნებასთან დაკავშირებით ავანტყოფური განცდებით ამოდიხართ. აი თითქოს არ გაქვთ იმდენი სანერვიულო, როგორც ნერვიულობთ. არ ვიცი, პირველი ვარიანტები, რაღაც ემოციური ადამიანები ამომდიხართ, თითქოს ვუზისგან სპილო რო გამოგყავდეთ, აი ესეთი ადამიანები, ძალიან ემოციურები, ძალიან უცნობიერები და აი როგორ თქვა, იცით, ძალიან ერთგულები, ესე ვთქვათ. თუ თქვენ რაღაცას ჩაიფიქრებთ, თქვენი საქმისადმი, თქვენი პარტნიორისადმი ყოველთვის ერთგული ხართ და ყოველთვის ანალოგიურად ითხოვთ, მაგრამ სამწუხაროდ ანალოგიურად არ გიბრუნდებათ ხოლმე ის, რასაც თქვენ გასცემთ. ვერ გეტყვით, რომ ძალიან იდეალური წელი იქნება, მაგრამ სიხარულებიც ამოგივიდათ და სიხარულებთან ერთად პატარ-პატარა სანერვიულოები თითქოს არ მოგშორდათ. არ ვიცი რატომ, ერთი წუთით გავანეიტრალოთ, აბა რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ აქ. რატოა ეს სანერვიულოდ დაიწყო და სანერვიულოდ თავდება თითქოს. რატომ? რაღაც მოლოდინში იყავით, მაგრამ არ მოხდა ის, რასაც ელოდებოდით. იმედი გააქვთ მაინც, და ბრძოლას აგრძელებთ ამ მიზნისთვის. არ ვიცი, რა მიზანია, ეს არის სწავლა, ეს არის სამსახური, ეს არის რაღაც დაწინაურება, თუ ეს პირადი, ეს პირად გაშლებში გამოჩნდება მხოლოდ რაღაც მიზანი ამოგივიდათ და ამ მიზნისთვის ბრძოლა. პირველი ვარიანტები. ახლა კი მეორე ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრა მთვარის ქვა, ვინც ჩაიფიქრეთ, როგორი იქნება 2025 წელი თქვენთვის. რასაც ელოდებით აუცილებლად, გაგიმართლებთ, აუცილებლად და თქვენ ძალიან ბედნიერად უნდა იგრძნოთ და კმაყოფილად თავი. თითქოს თქვენი სამყარო, თქვენი გეგონებათ ისე კმაყოფილი იქნებით. ეს წელი თქვენთვის იქნება ძალიან იღბლიანი, ძალიან კარგი საქმეების მომტანი და თითქოს აეწყოთ თქვენი აწყობის წელი არის. და თითქოს ღმერთი რაღაც საჩუქარს გიგზავნით ისეც, რომ აი ძალიან უნდა გაგიხარდეთ მართლა. მოულოდნელი არც კი ელოდებით ამ საჩუქარს. ისეთი მოულოდნელი კარგი საჩუქარი ამოგივიდათ. ოღონდ ღმერთისგან ეს საჩუქარი პირდაპირ გაგებით ნუ გაიგებთ. რაღაც სიახლე, ასე ვთქვათ. მეორე ვარიანტს კიდევ რა დაეცემა. სავარაუდოდ ქერათმიანი ქალბატონები მიყურებთ, ან მამაკაცები, ქერათმიანები, რაღაცა ნერვიულობა გადაგიტანიათ, ძალიან დიდი ნერვიულობა ვიღაც პიროვნების გამო, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში რჩება და თქვენ ნელ-ნელა აწყობთ თქვენ საქმეებს და წინ მიიწევთ 2025 წელში. აი ეს ამოგივიდათ მეორე ვარიანტებს. ძალიან კარგი გაშლა იყო ეს მეორე და გადავიდეთ მესამეზე. ეს არის ვეფხვის თვარი. მესამე ვარიანტი. და ნახოთ რა ელოდებათ 2025 წელს მესამე ვარიანტებს. რაღაც იჩქარის თითქოს. ჩქაროთ, რაღაც გიჩქარებათ. ოჰო. იცით რა არის, თითქოს რაღაცა არ გაგიმართლათ. ცხოვრებაში რაღაცა უსამართლოდ მოგექცნე და ეს გამარჯვების გვირგვინი უნდა დაიჭიროთ ხელში და სამართლიანობის აღდგენას ელოდებით. აი მერტ აპატიეთ, გაციებული ვარ ცოტა და სამართლიანობის აღდგენა აუცილებლად იქნება. ამ წელში თქვენ დასახულ მიზანს მიაღწევთ, ვიღაცასთან ბრძოლას იგებთ. შეიძლება ეს პარტნიორთან ბრძოლა იყოს, შეიძლება ეს ოჯახში რაღაცა ბრძოლა იყოს, შეიძლება ვიღაცა რაღაცა საქმესთან დაკავშირებით არის, პირადულთან დაკავშირებით არის. ეს არ ჩანს ესე.
იმიტომ რომ ბევრი ადამიანი როცა გიყურებს ესე ყველაზე ვერ მოხდება, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პირად გაშლებში ჩანს მხოლოდ ესე ინდივიდუალურად, მაგრამ აი ეს რაღაცა სიახლის აღმოცენება და ადამიანი, რომელიც თქვენ გელოდებათ, ან ეს შეიძლება იყოს კიდევაც თვითონ სამყაროს ადამიანი, რომელსაც გიგზავნით სამყარო, აი ეს მამაკაცი, ასაკიანი მამაკაცი ამოვიდა, შეიძლება მამა არ არის, არა. მოდით აბა ვნახოთ ვინ არის, ვის დახმარებას გიგზავნით სამყარო. მესამე ვარიანტებო. ეს არის საყვარელი ადამიანი, რომელმაც ერთ დროს გული გადკინათ. აი ეს ადამიანია, რომელიც სრულიად შეცვლილი, თავჩაღუნული ბრუნდება თქვენთან. ძალიან კარგად დასრულდა. ადამიანი მოვა და ბოდიშს მოგიხდით ყველაფრისთვის. რაზეც კი გული გადკინათ. ადამიანმა, რომელიც უსამართლოდ მოგექცათ თქვენ ამ ადამიანის წინაშე გამარჯვების გვირგვინით და სამართლიანობით ამოდიხართ. ის ადამიანი მიხვდება, რომ თქვენ არ მოგექცათ კარგად და აუცილებლად მოინანიებს თავის საქციელს. აუცილებლად. დაგემშვიდობებით, ეს იყო მესამე ვარიანტი, მე გისურვებთ. ბედნიერ წელს, ბედნიერ 2025 წელს, ყველა მიზნები აგსრულებოდეთ. პირადში ყოველთვის სიყვარულით გეცხოვროთ, ჯანმრთელები ყოფილიყავით და ბარაქა გქონოდეთ. კარგი სამსახურები, სიყვარული და კარგი კარიერა. ნახვამდის.